ალბათ ბევრ თქვენგანს ერთხელ მაინც განუცდია ის უსიამოვნო განცდა, როცა ქუჩაში გამოხვედით და მანქანა აღარ დაგხვდათ, ან იქნებ საკუთარი თვალით გინახავთ, როგორ მიაქვს ევაკუატორს თქვენი ავტომობილი, რომელიც რამდენიმე წუთით გააჩერეთ ქუჩაზე. მოკლედ ავტომობილის დაჯარიმება და ევაკუატორით გადაყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი საკითხია მძღოლებისთვის და ხშირად მას უამრავი კითხვა, უკმაყოფილება მოსდევს. Კონდა თუ არა უფლება წაეყვანათ ჩემი მანქანა, ეს არის ხოლმე მთავარი კითხვა, ხო, თამარ? ამ გადაცემაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, რა შემთხვევაში შეიძლება თქვენი ავტომობილი დაჯარიმდეს და გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. როგორია პროცედურა, რა არის ახალი რეგულაციებში და როგორ უნდა დაავიცვათ ჩვენი თავი თუ დარღვევას არ ვეთანხმებით. მოკლედ, თავშივე რომ გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რა შემთხვევაში რაოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული და თუ განსხვავდება დაუშვათ ეს ჯარიმები დარღვევის ან ქალაქის მიხედვით, სადაც ვიმყოფებით. დილამშვიდობის. დილამშვიდობის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, უსურებ კარგ დღეს, ჯარიმებისგან თავისუფალს, რა თქმა უნდა. მაგრამ ასე რომ მოხდეს და ვიცოდეთ როგორ არ დავჯარიმდეთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები. დიახ, ესე იგი განსხვავდება ჯარიმები სატრანსპორტო საშუალების დგომა გაჩერების წესების დარღვევით პარკირებისას 10 ლარიანი ჯარიმაა ჩვეულებრივ შემთხვევაში, ოღონდ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ეს გახავთ 50 ლარი, ხო? ანუ 5-ჯერ მეტია დედაქალაქში. ნუ ალბათ ტრანსპორტის ტრაფიკიდან გამომდინარე. მაგრამ გვაქვს ასევე განსხვავებული ჯარიმებიც. გვაქვს 100 ლარიანი ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების დგომა გაჩერების წესების დარღვევისას სამ შემთხვევაში. პირველი ბასლაინზე თუ დავდექით. კი, მეორე თუ ველოსიპედის ზოლზე ან ველოსიპედის სავალ ბილიკზე დავაპარკირეთ, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი მანქანა თუნდაც რამდენიმე წუთით და მესამე ტაქსის პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილას თუ მოვახდინეთ ჩვენი მანქანის პარკირება, ესე იგი ყურადღებით რომ ვიყოთ, იმიტომ რომ აქ არის 100 ლარიანი ჯარიმა და თუნდაც ის 1-2 წუთით მიჩერება შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს. გვაქვს 200 ლარიანი ჯარიმაც დგომა გაჩერების წესების დარღვევისას ორ შემთხვევაში. პირველი ეს გახლავთ, თუ სატრანსპორტო საშუალება დავაყენეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილას და მეორე თუ ის ჩვენმა ესე იგი პარკირების წესების დარღვევამ გამოიწვია საავარიო სიტუაცია შექმნა ან შეაფერხა მოძრაობა, რასაც საცობს ვეძახით. ასეთ შემთხვევაში ეს ჩვენი ჯარიმა გახდება 200 ლარი. თავარი შეკითხვა ამ შემთხვევაში და პრინციპში ჩვენი ყველა შეკითხვა დღეს უკავშირდება ავტომობილის ევაკუაციას. როდის არის სამართლებრივად დასაშვები ავტომობილის ევაკუაცია? რა უნდა ვიცოდეთ ამის ირგვლივ? კი ბატონო. აქ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, ამაზე პასუხი ცალსახად გვაქვს. გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება და პრაქტიკაც ამასთან დაკავშირებით, გვაქვს კანონიც. კერძოდ იმისთვის, რომ ავტომობილის ევაკუაცია ჩაითვალოს კანონიერად, არ არის საკმარისი, რომ ავტომანქანა უბრალოდ დგომა გაჩერების წესების საწინააღმდეგოდ იდგეს. ამისთვის საჭიროა კიდევ დამატებით ორი გარემოება. აბა, რა ფაქტორები? პირველი გარემოება ეს გახლავთ ის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალების სადაც დგას გაჩერებით, უნდა იყოს აუცილებლად ნიშანი, არა მხოლოდ ის, რომ დგომა გაჩერება აკრძალულია, არამედ დამატებით ნიშანი, რომ გადაყვანას ექვემდებარება. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ გაფრთხილებულები, რომ თუ ეს ამიტომ პირველ რიგში ვამოწმებთ, თუ წაიყვანეს ჩვენი მანქანა, გამოვიწიოთ, ესე იგი ცოტა უკან დავბრუნდეთ და შევხედოთ, იყო თუ არა ნიშანი, არა მხოლოდ დგომა გაჩერება აკრძალულია, ესეთი ნიშანი, რომ არამედ გადაყვანას ექვემდებარება. გამაფრთხილებელი ნიშანი. თუ არ იყო ასეთი ნიშანი, მაშინ ევაკუატორით გადაყვანა უკანონოა, ერთადერთი გამონაკლისის შემთხვევა გვაქვს, კერძოდ თუ პირი ტროტუარზე იდგა და კეტავდა მათ შორის, ესე ვთქვათ, ტროტუარის ნაწილს, აი სადაც ტროტუარზე ქვეითების სიარულს თუ აფერხებს. კი, თუ ანუ აფერხებს, აი მაგალითად გვინახავს ხომ, აი ზებრა ზოლზე თუ იდგა ხო, ანუ სადაც ქვეითები მოძრაობენ, ტროტუარზე იდგა, სადაც ქვეითები მოძრაობენ, ასეთ შემთხვევაში ამ ნიშნის ყოფნა არ ყოფნას მნიშვნელობა არ აქვს და სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა კანონიერია. მეორე. აუცილებელია, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება აფერხებდეს მოძრაობას ან ქმნიდეს საცობს. ანუ
ჩვენ ბევრი ადგილი გვინახავს, რაც რომაჯერ შეიძლება აკრძალულია, მაგრამ შეიძლება ეს არაფერ ხებდეს მოძრაობას და არ ქმნიდეს საცობს, ხო? ანუ ეს კრიტერიუმი უნდა იყოს საცული. 200 ლარიანი ჯარიმა და გადაყვანა შესაძლებელია ორივე ერთად, ხო? ორივე ერთად, თუ განვიხილავთ სიტუაციას, რომ ჩვენი, ასე იგი, პარკირება, არასწორი პარკირება აფერხებს მოძრაობას ან ქმნის საცობს და თან გადაიყვანეს, ამ შემთხვევაში გვაქვს 200 ლარიანი ჯარიმა არასწორად გომაგაჩერებისთვის და დამატებით გვაქვს ხარჯები, გადაყვანის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თამარ, რა ხდება მაშინ, როდესაც მძღოლმა მიუსწრო ევაკუატორს, აი სწორედ აი ევაკუაციის პროცესში და ეუბნება რომ აგერ ვარ მაგალითად და წავიყვან მანქანას, არ წავიყვანოთ. ასეთ შემთხვევაში აქვთ აი ეს გადაყვანის უფლება, რა როგორ ვიქცევით? კი ბატონო. ხშირია ხოლმე ამაზე გულის წყვეტა და რაღაცა კონფლიქტები. კი ბატონო. აქ გვაქვს კარგი ამბავი, მეგობრებო. თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენ 2 წლის წინ მქონდა გადაცემა, სადაც და მე მგონი გვისმინეს, შეისმინეს ჩვენი გადაცემა, სადაც ჩვენ ვამბობდით, რომ უკანონო იყო, თუ კი ესე იგი უფლებამოსილი პირი გადაიყვანდა მანქანას. მაინც გადახავდათ ხოლმე და ასე იყო ნამდვილად. ანუ მძღოლი მოვიდოდა ადგილზე და თუ აწეული ყავდა ესე ვთქვათ ჰაერში ევაკუატორს მანქანა ცოცხალი თავით ძირს არ დაუშვებდნენ. აი ცოცხალი თავით არ დაუშვებდნენ. რა თქმა უნდა ეს იწოდა უსამართლობის განცდას და იყო კიდევაც არა მხოლოდ უსამართლო, უკანონო. კარგი ამბავი გვაქვს ის რომ ჩავჯექით მოკლედ არსებულ რეგულაციებში, კანონის ფარგლებში და მათ შორის სასამართლომაც შეუწყო ამას ხელი, რომ თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ადგილზე იმყოფება, ან მოუსწრო თავის მანქანას, თუნდაც აყვანილი იყოს ესე რომ ვთქვა ევაკუატორზე და უარს არ აცხადებს გადაყვანაზე. ანუ რომ ავტომანქანა არასწორად პარკირებიდან გადაიღო. თუ ის ამბობს რომ მე გადავიყვან მე თვითონ ჩემს მანქანას. დავაშავე და მივდივარ. დავაშავე ბატონო, კი ბატონო, ეს არის რომ ჯარიმისგან თავისუფლდებით. ის 10 ლარიანი ჯარიმაა თუ 50 ლარიანი ჯარიმაა. რაც დავარღვიეთ გომაგაჩერების წესებისთვის, ამას რა თქმა უნდა ჩვენ დაგვაგისრებენ და ვიხდით, მაგრამ ევაკუატორით გადაყვანა არის უკანონო და შეგვიძლია უკვე თავმად ვთქვათ, რომ ყოველთვის დედაქალაქში ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, პირადად ჩემი მანქანაც მოყვა ამ ბავში. უგებრობაში. კი ბატონო, მოვემზადე, ესე იგი დავინახე ჰაერში ეს ჩემი ავტომანქანა, მოვემზადე ახლა რომ კოდექსია, სამართალდაღოვათა კოდექსი იღლით მივედით ამოჩრილი როგორც იტყვიათ, მოვემზადე იმისთვის რომ განმემარტა რომ ეს იყო უკანონო და საერთოდ არც მას აუბრეს. კი ბატონო, მობრძანდითო ხომ გადაიყვანთ მანქანას, რა საკვირველია გადავიყვან მეთქი. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი თუ არასწორად იყო გაჩერებული, როგორც მძღოლების უმეტესობას მეგონა რომ სწორად იყო გაჩერებული, ესე არ აღმოჩნდა. ძალიან წყნარად დასვეს ჩემი მანქანა ადგილზე. და ამით ინსპირაციაც ეს იყო ალბათ დღევანდელი. ინსპირაცია იყო ნამდვილად და ძალიან გამიხარდა. მე უთხარი კიდევაც უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელს, რომ ჩვენ მქონდა ამაზე გადაცემა და აუცილებლად კიდევ გავაკეთებდით ამ კარგ ამბავს. შევატყობინებთ მოსახლეობას, მოკლედ რომ ვთქვათ, პრაქტიკა კარგია უკვე, ანუ თუ მძღოლმა მიუსწრო, ასე რომ ვთქვათ, ავტომანქანას, რომელიც არასწორად არის გაჩერებული, ევაკუატორს აღარ გადაყავს, მაგრამ თუ ვინიცობაა სადმე რომ მუნიციპალიტეტში ან რომელიმე ადგილას მოხდა ასეთი რამ, იცოდეთ მეგობრებო, რომ თუ თქვენ მიუსწარით თქვენ მანქანას და თანახმა ხართ მანქანის გადაყვანაზე, ევაკუატორს უფლება არ აქვს აიყვანოს თქვენი ავტომობილი, მაშინაც კი, როცა არასწორად ყავთ მანქანა გაჩერებული. შინაარსი გამართლებულია. კი, მოვიდა შესაბამისობაში. რატომაც გადახავთ თუ მე მყავს ჩემივე ხეხით თუ ხედით. რა არის, რომ ავტომანქანა ხელს უშლის, გათავისუფლო ადგილი. კი, და თუ მძღოლი თანახმაა რომ გადავიყვან, რაში მჭირდება ევაკუატორი თუ გასაღები მაქვს და მძღოლი შემიძლია რომ ეს ავტომობილი კი ბატონო, სხვა ნამდვილად დანიშნულების ადგილზე გადავიყვანო. კი ბატონო. გასაგებია მაშინ როდესაც მივუსწრებთ ხოლმე თამარ და კარგია ამ ხრივ უკვე ცვლილებები ვფიქრობ რომ არაერთ მძღოლს და მადგულებს დაამებს ასე ვთქვათ, მაგრამ განცდა ჩნდება ხოლმე მაშინაც როდესაც ვთქვათ გადაყვანის პროცესში მძღოლი ვთქვათ, უჩნდება ის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა აი ამ მომენტში ევაკუატორმა დააზიანოს ავტომობილი და გარკვეული შეკითხვები აი ამ მომენტებთან მიმართებაშიც ჩნდება ხოლმე. აი ამ დროს საინტერესოა თუ არსებობს გარკვეული სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც შეგვიძლია რომ ვიცოდეთ. რა თქმა უნდა არსებობს, რომ მეცაც გეტყვით, არის ასეთი შემთხვევები, ყველაფერი ხდება ავტომანქანის გადაყვანას, შეიძლება მოხდეს ასეთი რამ. მქონია პრაქტიკაში სასამართლო გადაწყვეტილებებიც გვაქვს ამასთან დაკავშირებით მოგებული მძღოლის მხარეს.
მოხდეს. თუ კი მოხდა დაზიანება გადაყვანის დროს და მე საერთოდ რა თქმა უნდა ჩვენ ურჩევთ მძღოლებს რომ სანამ გამოიყვანენ ესე იგი საჯარიმო ავტოსადგომიდან აუცილებლად დაათვალიერონ. თუ შეხედეს რომ რაღაცა პრობლემა აქვს, აუცილებლად ფოტოსურათით დააფიქსირონ და დაუძახონ უფლებამოსილ პირს რომ დააფიქსიროს ეს ფაქტი. შეუძლიათ პატრულიც გამოიძახონ ადგილზე რომ პატრონმა ოქმის სახით აღწეროს რომ მანქანა დაზიანებულია. ასეთ შემთხვევაში გადამყვანი ორგანიზაცია ხა მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არის იურიდიული პირი თუ მუნიციპალური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იყო გადაყვანაზე, ვალდებულია აბსოლუტურად სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ამის სასამართლო პრაქტიკაც, რომ სრულად ანაზღაურებს. ის კი არა ერთი შემთხვევა მახსენდება, სადაც ბამპერის ეძახიან ხო ქართულად წინა ბამპერი იყო დაზიანებული და შეკეთება მოითხოვა რომ შეკეთება არ მინდა ამ ბამპერის, იმიტომ რომ ახალი დაუზიანებელი ბამპერი იყო, ეს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ახალი ბამპერი მინდაო და მოკლედ ახალი ბამპერიც დაზიანების შემთხვევაში ზარელი სრულად უნდა ანაზღაუროს. ანუ პირვანდელი მდგომარეობა უნდა აღსდგეს. და თამარ, ბოლოს ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, თუ მაინც დავჯარიმდით, ვერც იმ ევაკუატორს მიუსწარით, მაგრამ მაინც რაღაცნაირად უსამართლობის შეგრძნება გვაქვს და გვინდა რომ გავასაჩივროთ. როგორ ხდება გასაჩივრება? სად მივდივართ, რას ვაკეთებთ, ესეც რომ უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში გეტყვით მეგობრებო, რომ ანუ არ იფიქროთ, რომ უშეცდომო არავინ არ არის, ხო ადამიანები ვართ და ხდება ხშირად ასეთი შემთხვევები და ამ გასაჩივრებას ნამდვილად აქვს აზრი, იმიტომ რომ არაერთ შემთხვევაში გასაჩივრების დროს ხდება მძღოლისთვის სასარგებლო ინფორმაციის, ესე იგი გადაწყვეტილების გამოტანა. გასაჩივრებას მე არ გულისხმობ სასამართლოს ახლა, იმიტომ რომ გასაჩივრების მარტივი მექანიზმი არსებობს, 10 დღის განმავლობაში შეგვიძლია მივმართოთ ამ ორგანოს, ვისგანაც მოკლედ მოხდა ეს ევაკუირება მანქანის და განიხილოს, ესე იგი განიხილოს ადმინისტრაციულ ორგანომ განიხილოს ეს საჩივარი, რა უნდა დავასაბუთოთ, კიდევ ერთხელ ამბობ, უნდა დავასაბუთოთ ან ის რომ ნიშანი არ იყო საჯარიმო სადგომზე გადაყვანისას, ან ის რომ მანქანა არაფერ ხებდა მოძრაობას არ ქმნიდა საცობს, ან ის რომ მძღოლი ადგილზე იყო და მაინც გადაიყვანეს და არ გამოგვრჩეს სულ ეს არის. ანუ თუ რომელიმე ამას ადგილი ჰქონდა, ასეთ შემთხვევაში უნდა დავწეროთ განცხადებაში, ეს ფასი არ ღირს, მარტივი განცხადების ფორმა, 10 დღიანი ვადა და აუცილებლად უნდა ვცადოთ თუ გიფრთხილთ, რომ რომელიმე ეს გარემოება სახეზე არ იყო. დიდი მადლობა, თამარ. მადლობა, თამარ. საინტერესო იყო და საჭირო ინფორმაცია. კი, დამშვიდდება. დარწმუნებული ვარ. მეც გამახარეთ.